გამარჯობათ, მოგესალმებით სუსხიანი ნიუ-იორკიდან. ისევ ცივა, მოკლედ წელს ცივი ზამთარია, გრძელი ზამთარია, რამაც ჟარგონულად რო ვთქვა, ცოტა ტვინი წაიღო, მინდა რომ მალე დათბეს და უკეთეს ადგილებში ჩავწერო ეს გადაცემა, პროესებ ჩქეფარე ნიუ-იორკში და შემოგთავაზოთ უფრო საინტერესო გადაცემები. ჩემს დღევანდელ სტუმარს ველოდები, რომელსაც ცოტა ხანში გაგაცნობთ, მანამდე კი მოდი ვისაუბროთ. მეგობრებო, იმისთვის რომ ამ პროექტმა, ამ გადაცემამ არსებობა გააგრძელოს, მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ იაქტიუროთ და მოგძებნოთ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში. გამოგვიწერეთ YouTube-ზე, სადაც გადაცემის სრული ვერსია იდება და ასევე Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და თქვენი ნებისმიერი კომენტარი, გაზიარება, მოწონება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ გადაცემას ჯერჯერობით არ ყავს სპონსორი და მოკლედ ვიაქტიუროთ მეგობრებო, თუ მოგწონთ ეს გადაცემა, ასევე კომპანიებსაც მოგმართავთ, თუ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა, მომწერეთ და არინანებთ. გამოჩნდა ჩვენი დღევანდელი სტუმარიც. გამარჯობა. გამარჯობა. მიკროფონს დაგიმაგრებთ ერთი წუთი, ნიკა მომეცი მიკროფონი. სადაც დავამაგროთ, როგორ ხართ? კარგად, როგორ ხართ? კარგად. საზღვაო საავიაციო სამხედრო მოსამსახური არის დღეს ჩვენი სტუმარი. ხატია შევარდენიძე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვითმობ დღევანდელ დღეს. ჩემს მაყურებელს ვესაუბრებოდი ცოტა შინაურულად სანამ მოხვიდოდი და რაღაცა ჯარის ფორმაში რო დაგინახე, მე ცოტა რაღაცა მოვალ, მოვიჭიმე და წყობში მოვალ, ამიტომ მოდი დროა მე მგონი რომ დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. გამარჯობა. ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უეჭველი ქართველია. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი ვარ. კამერის უკან კი დგას ჩემი ოპერატორი ნიკა ბერძენიშვილი. შევეძებით რომ შემდეგი ნახევარი საათი საინტერესოდ გაგატარებინოთ. ვიცი რომ გამოხვედი ერთი დღით სამსახურიდან და ამ ინტერვიუს მერეც ისევ ბრუნდები გემზე. ხარ სამხედრო მოსამსახურე ამერიკის საზღვაო საავიაციო დანაყოფში, ტერმინებში ვერ ვერკვევი და ესე იგი მინდა გთხოვო რომ თუ რამე სისულელე ვიკითხე ან ტერმინი ვთქვი ისეთი, რაც არ არის სწორი, შემისწორე და ისე გავაგრძელოთ ხოლმე ინტერვიუ. გაეცანი ჩემს მაყურებელს, ვინ ხართ, ვინ არის ხატია შევარდენიძე, სადაური ქართველი ხარ? ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. შეიძლება მოკვდავი ხო? ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. გორის რაიონიდან ვარ, ქართველი. 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ ნეივიში დიდი ხანი არ არის რაც ვსახურობ. დაახლოებით 9 თვეა. ყოველთვის მინდოდა, ყოველთვის ძალიან დიდი პატივისცემით ვიყავი გამსჭვალული სამხედროს მიმართ. ჩემი ოჯახის წევრები ავღანეთში იბრძოდნენ ერაყში. ჩემი კლასელებიც იყვნენ იქ. მოკლედ მეც ყოველთვის მინდოდა რომ მე მსახურა. პატივი იყო ჩემთვის და ხშირად გეკითხებიან აპლიკაციაშიც ქონდა ჩვენ როცა დავიწყეთ რატომ შევერთდი ნეივის. და მე ყოველთვის ვამბობდი რომ ჩემთვის პატივია ამერიკის შეერთებული ჯარებში მსახური და მართლაც ეგრეა, მართლა ეგრე ვგრძნობ თავს პრივილეგირებულად რომ აქ ვარ და მსახურობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. აქვე ჩაგეკითხები, ჩემთვის სიამაყე და პრესტიჟია აქ სამსახურიო და სულ გინდოდა რომ ჯარში გემსახურა, საქართველოში თუ გინდოდა და თუ გიცდია საქართველოშიც რომ ყოფილიყავი. ცუდი კომენტარები რო არ წამოვიდეს, ეხა რაღა ამერიკა სამშობლოს რატო არ ემსახურება ეს გოგო. მართალია, სამშობლოში როცა ვიყავი, მაშინ მედიცინით ვიყავი დაკავებული. სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ჯავახიშვილსაც ჩავაბარე, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ვერ გადავიხადე და ჯავახიშვილიდან მომიწია წამოსვლა. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტიდანაც მომიწია წამოსვლა იქამდე, სანამ მე გრანტით არ ჩავაბარე და მე უფასოზე ვსწავლობდი. ისე რომ ის წლები რაც სკოლის მერე გავატარე საქართველოში, ყველა სწავლით იყო დაკავებული და მედიცინით. თითქოს ჯარში მსახურის დიდი ენთუზიაზმი არ ყოფილა. არ იყო განსაკუთრებით, იმიტომ ალბათ რომ უფრო საქართველოში ეს ბიჭებისთვის არის, ანუ რა ვიცი, ბიჭებისთვის იყო უფრო გოგოებისთვის ესე. აი აქ მაგალითად კაცურ სამსახურად აღიქვება. კაცური სამსახურია, ხო, უფრო გოგოს ადგილი ჯარში არ არის. რატომღაც ესე სამწუხაროდ ესეა. სამაგიეროდ აქ ძალიან ბევრი გოგოები არიან, ძალიან ბევრი ქალები არიან ყველა დანაყოფში, აბსოლუტურად ყველა დანაყოფში და
წარმატებულებიც არიან. აქ ჩვენი ადგილი გვაქვს. თუ არის რაღაც გასაკეთებელი საქმეები შენ სფეროში, რასაც ქალები უკეთესად აკეთებენ, ან რასაც კაცები უკეთესად აკეთებენ. აი, რაღაცას რო კაცს არ დაავალებენ, იმიტომ რომ ქალი უკეთესად აკეთებს. არა, ფიზიკურადაც ერთნაირად ვაკეთებ. მე როცა კარანტინში წავედი, ჩვენ ვიყავით ინტეგრირებულ დივიზიაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ ქალებიც და კაცებიც ერთად ვარჯიშობდით. ანუ რასაც იგივე რამეს ვაკეთებდით, რასაც ბიჭები. ზუსტად იგივენაირად ვარჯიშობდით, როგორც ბიჭები. კაი ჯანზე კი იქნები. უკეთეს ჯანზე ვიყავი, კარანტინიდან გამოვედი, უკეთეს ჯანზე ვიყავი. მოდი უთხარი მაყურებელს რა გევალება კონკრეტულად, რა არის შენი საქმე, რა არის შენი წოდება ამ სამსახურში. კონკრეტულად ჯერჯერობით ეხლა მე ვარ airman, წოდება არის ესეთი. საბრძოლო თვითმფრინავების ბაზაზე ვარ. თვითმფრინავები როცა აპირებენ მისიაში წასვლას, შესრულებას, ჩვენ ვართ აეროდრომზე და ვუზრუნველყოფთ, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოდ მოხდეს. ანუ მოქმედება ხდება გემზე და როდესაც სამხედრო თვითმფრინავი გემიდან ფრინდება, გემზე ეშვება, ამ ყველაფრის ამ ოპერაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენი გუნდი არის ერთ-ერთი ნაწილი. ძალიან ბევრი ადამიანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოდ მოხდეს. გამიკვირდა, რომ არ გამიჭირდა. რამე სპორტში ხომ არ იყავი მანამდე? ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ვარჯიშობდი აქ. ესეც ძალიან მიყვარდა. ექსაიდაღა მოიგონე. უყურე ქართველი ვინც გაიგებს რომ ქართველი ვართ, ყოველთვის ამბობენ რომ სუპერ ძალაა საქართველოს ძიუდოში და იციან ჩვენ რაგბიშიც ძროძლიერები ვართ და ძიუდოშიც კარგები ვართ, იციან. და ეს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ ჩემი სამუშაოდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ ნიუ-იორკში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, right? მე მგონია რომ ეს თავდაცვის შესაძლებლობა ყველას უნდა ქონდეს. თავდაცვის ხელოვნებას ყველა უნდა ფლობდეს. ამ ინტერვიუს შემდეგ მიდიხარ გემზე 9 თვით, აი ამ გასვლის შესახებ მოგვიყევ. ჩვენი მესამე ავიამზიდი იქნება, რომელიც წავა ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ სადაც მოგვიწევს მხარდაჭერა ამერიკის და სადაც ჩვენი commander in chief სადაც გვეტყვის იქ წავალთ. ანუ ირანში მიდიხარ? ზუსტად არ ვიცი. I can neither confirm nor deny. ნუ ნებრივ ვერ გათქმევინებ ვერც უარ ვყოფთ და ვერც დავადასტურებთ. მაცა შეიძლება, თუმცა ვერც გავექცევით ირანის თემას. დღეს ის ომი რაც წარმოებს ახლა დღეს ამერიკასა და ირანს შორის თქვენი სამსახური არის კი თუ დავჭერდით ამერიკას პირველ ხაზზე ვიქნებით. ერთ-ერთი ყველაზე უფრო აი ეს ავიამზიდი ეს არ არის ახლა ეს მუზეუმია, მაგრამ მე მივეკუთვნები, ჩემი სკვადრონი მიეკუთვნება ავიამზიდს, ბუშს მიეკუთვნება და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ასეთია ჩვენი და სადაც დავჭირდებით ეგენ ნეივის და ამერიკას იქ ვიქნებით. ხომ არ გეშინია, იმიტომ რომ დღეს ცხელწერტილშია თქვენი სამსახური და მათ შორის სხვა ასე ვთქვათ გემებიდან უკვე დანაკარგიც აქვს თქვენს სამწუხაროდ არ მეშინია. რატომ? იმიტომ რომ ამერიკის სამხედრო ძალების სიძლიერის მჯერა და superiorities, ანუ იცი ჩვენი სიძლიერის იმედი მაქვს. გამოცდილების. შენი ოჯახის წევრები რამდენად არიან შეშინებულები ახლა შენ? ჩემს ოჯახის წევრებს ეშინიათ. ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან ეშინიათ. მიდიხარ დიდი ალბათობით და მართალია, ალბათ მალე იქ ვიქნები ჩვენს მაგრამ მოერიდეთ უსაფუძვლო ღელვას. არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას. როგორია გემზე ცხოვრება და როს იქ მსახური? როცა პირველად მიდიხარ გემზე, აღფრთოვანებული ხარ და გაინტერესებს როგორი ცხოვრებაა ნეტა. პირველად 12 დღით ვიყავით წასვლები და ძალიან მოუთმენლად ველოდებოდი იმ დროს რომ წავიდოდი, სანამ წავიდოდი და მანამდეც ახლა საბრძოლო გემებზე მანამდეც ყოფილვარ, მაგრამ ცხოვრებით არ ვიცხოვრია. როცა ყველაფერი პირველი იყო, აღფრთოვანებული ვიყავი. შემდეგზე რო წავედით აღარ მინდოდა. რამდენი ხნით წავედი პირველად? პირველად 12 დღით იყო და მე 1 თვით. მე 1 თვით რო წავედით უკვე, ანუ ეს ხუმრობა რო არის მოხალისეთ მოვედი და აღარ მეხალისებაო. აღარ გახალისებოდა მე. ყველაზე რთული რა არის? აი მე რო წარმოვიდი ახლა 9 თვით წავიდე ასე ვთქვათ ოკეანეში
აი ამდენი ხანი რომ წყალს უყურო მხოლოდ შეიძლება ჭკუიდან ავიწიო. გავიშთეთ. აი რა არის ყველაზე რთული ამბავი. ეგ რომ ხმელეთისგან მოწყვეტილი ხარ თუ ის სამუშაოები, რასაც ადგილზე აკეთებ. რთული სამსახურია, აი ბუნებრივია, ეს არის ხარ რიტორიკული კითხვა და რთული იქნება, მაგრამ აი წარმოდგენა შეგვიქმენი, რას აკეთებ იქ. მე ვიტყოდი რომ თავარი სირთულე გარდა იმისა რომ აი ახლა ჩვენ რასაც ვუყურებთ აი აგერ სადაც ეს ყველა თვითმფრინავები არის დაპარკინგებული გარდა იმისა რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საშიში ადგილია სადაც მუშაობ იმიტომ რომ ჩვენ რო პირველად მივედით იქ პირველი რაც გვითხრეს ის არის რომ ნებისმიერ რამის შეუძლია რომ მოკლას აქ და მოგკლავს კიდეც ანუ თუ არ იქნები ფრთხილად ყოველთვის ძალიან საშიშია ერთ-ერთი ყველაზე უფრო საშიში ადგილია სადაც შეიძლება იმუშაო აი ეს რამ შეიძლება მოკლას გემზე აი აქ რასაც უყურებთ ხო ყოველთვის ხდება რაღაცა მოძრაობა ერთი თვითმფრინავი ჯდება მეორე თვითმფრინავი ამ დროს მიდის და ძალიან ისეთია შესაძლებელია carrier-ს აქვს ისეთი შესაძლებლობა რომ ერთდროულად დაჯდეს კიდეც თვითმფრინავი მიიღოს და recover და გაუშვას კიდეც კატაპულტიდან გაუშვას კიდეც ანუ ყოველთვის როცა flight deck-ზე ხარ შენს გარშემო იყურო ყოველთვის უნდა რომ შესაძლებელია რომელიმე თვითმფრინავი დაგეჭახოს ერთ გემზე დაახლოებით რამდენი თვითმფრინავი ეტევა 50 მინიმუმ ალბათ 50 თვითმფრინავი ეტევა გემზე დაახლოებით რამხელა იმაზე გვაქვს მასშტაბზე ისეც ხო საუბარია კი ანუ თვითმფრინავს რო წარმოვიდგენს და 40 თვითმფრინავი 50 თვითმფრინავი ერთ გემზე პრინციპში აქაც ახლა ძალიან ბევრი ხო აქ უკვე 10-ია მე მგონი და ეს სივრცე გემს აქვს იმისთვისაც რომ აფრინდეს და მე რო დაეშვება და ამუხრუჭოს და საოცარი რამეა ხო აი ძალიან საოცარი ადგილია ეს. რამდენი საათი მუშაობ? თუ იქ რო ხარ სულ მუშაობ. აი, შეებულება თუ აქვს მაგალითად მე ზღვაურს, იმიტომ 9 რო რომელიმე კუნძულზე გადმოგსვა. შენი შეებულება. აი, შეებულებაში რო გემის სხვა ნაწილში გახვიდე, აივანზე რო გახვიდე, რო უკაცრავად მე შეებულებაში. Flight deck-ზე ზაგარი მიიღო. არა. მე ზღვაური როცა ხარ და როცა underway გაწასული როცა ვარ deployment-ში, არა გაქვს შეებულება. ყოველ დღე ვმუშაობ მინიმუმ 12 და შეიძლება იყოს 14-15 საათი ყოველ დღე ვმუშაობ. იცი? აი, როცა უკვე რუტინად იქცევა, იცი? როცა უკვე სხვა სოფლიოს აღარ არსებობს სოფლიო გარეთ, იცი, სულ მთლად ჩართული ხარ საქმეში. ისედაც რა უნდა აკეთო სხვა და მართალი, რას იზავ, საწახვალ და რას იზავ, კი? როგორია შენი კაიუტა? ჩემი კაიუტა ძალიან კომფორტულია, ზუსტად ჩემი ზომაა, რაც ის ზუსტად იმ სიგანია, რაც მე რასაც მეუბნებ. სივრცე მაღლა არ გაქვს და თავს ბევრჯერ მიარტყავ. პატარა ის გვაქვს, რა ქვია, თავთან ლამპა გვაქვს პატარა. ძალიან პატარა სივრცე. სარკოფაგივით ძალიან პატარა სივრცე გვაქვს. არა უშო ჩვენ მაგას ვეძახით კუბოს. ანუ კუბოებში გძინავს. ასე ხუმრობთ რომ კუბოში გძინავს და ადგილიც კი გვაქვს დაბლა ჩვენი ნივთების დასალაგებლად. ანუ ძალიან პატარა, ძალიან შეზღუდული სივრცე გვაქვს კი, იმიტომ რომ აი ჩვენ carrier-ზე დაახლოებით 4700 ადამიანია. წარმოიდგინე, ანუ მართლა მოცურავე ქალაქს ეძახიან და მართლა შიგნით არის ყველაფერი სავარჯიშო დარბაზები ალბათ და სავარჯიშო დარბაზი გვაქვს, დიდი არ არის, მაგრამ მაინც საკმარისია ყველასთვის. კერძები კარგი მზარეულები ყავთ, აი შეფმზარეულები და ასე შემდეგ. საჭმელზეც როგორი ყვებება ამერიკული ჯარი გემზე? საჭმელზეც ვიტყოდი რომ არა, not too bad, ძალიან ცუდი არ არის. ანუ fresh ისიც გვაქვს, ანუ ბოსნეული და ხილიც გვაქვს. At some point დაბალანსებული არის. აი შენ რო გინდოდეს რამე სპეციალური საკვები რომ მოგენატროს ამდენი ხნის განმავლობაში არა, რაც არის ის არის. აი ჩვენ შეგვიძლია წავიღოთ. მე რო ვიყავი ახლა წასული, პროტეინი მქონდა ჩემი წაღებული, რაღაც ისეთი snacks, რაც მშრალია და მალტიჭებადი არ არის, შეგიძლია წაიღო. რამდენად მოშორებული ხართ ხოლმე ნებისმიერი ხმელეთიდან? აი ესე შუა ოკეანეში ხართ ხოლმე თუ აი უცებ რაღაც რო დაგჭირეთ სამედიცინო დახმარება, რა ხდება ამ შემთხვევაში? კატერს იძახებენ და თუ არის სამედიცინო emergency, ისეთი რომ lifting-ი იყოს საჭირო,
მყავთ მობილიზებული ისიც რომ airlift-ი თუ სჭირდება ვინმეს, მაგრამ ჩვენი სამედიცინო გუნდი ყავს გემზე ისე რომ ნებისმიერი რამე რომ მოხდეს, ნეივი ყოველთვის მზად არის. შემთხვევაც უყოფილა რომ ევინმეს ჭკუა გადაუბრუნდო და აღარ უნდა მსახური და გამიშვით ოკეანე. ძალიან ბევრჯერ. ძალიან ბევრს უბრუნდება ჭკუა და აღარ მინდა მოხალისეთ მოვედი და აღარ მეხალისება, მაგრამ guess what? მაინც უნდა ვერსადაც ვერ წავალ, მაინც უნდა იმსახურო. ჯარში შემოადგი ფეხი და უკაცრავად. ხო, არა, იქ ესე რომ აღარ მინდა და მოხალისეობრიობას სავალდებულოდ გადაიქცევა. მე რო გასავალდებულო, მართალია, ამერიკის ჯარი ყველა დანაყოფი აბსოლუტურად არის მოხალისეობრივი. არავინ არ გაძალებს ჯარში წასვლას, შენინებით მიდიხარ, მაგრამ მისვლა შენინება და წამოსვლა შენინება ხარ. კონტრაქტს რომ მოაწერთ ხელს, დაარიც რომ იყო უნდა იმუშაო. და ვინიცის რამდენი ხანია? აი მაგ სამსახურს ქვია თავი შეყო, რასაც და ვეღარ გამოყვალ იქეთ. სანამ არ დაგიფარდება კონტრაქტი ვეღარ გამოყვალ. შენი სისუსტე რა არის, როგორც სამხედრო მოსამსახურის სამსახურში? ქალებისთვის ვფიქრობ, რომ ერთი რაც შევამჩნიე, ყველაზე უფრო რთული ჩემთვის ის იყო, რომ იცი ყოველთვის ფორმა გაცვია და თითქოს შენ ქალრობას კარგავ, იცი? ანუ არ გაქვს შანსი, რომ გამოიყენო ის შენი რაღაც ქალური ქარიზმა. ხო, ყვავილები არ გაქვს გარშემო, რაღაც ქალური რაღაცა ხოვია. ის ვაიბები რაც Right, ანუ თან ყოველთვის უნდა იყოს პროფესიონალურ გარემოში ტანსაცმელიც კი სამოქალაქო ტანსაცმლის ჩაცმა არ შეგიძლია გარდა ჯიმისა და ძილისა. პიჟამურაც კიდე გეცვას. მაგრამ სხვა აი ესეთ არეებში, სადაც ყველა ჭამს, ყველა ერთად არის, ანუ სამსახურში სამოქალაქო ტანსაცმელს ვერ ჩაიცმევ. ანუ რომანტიკის ადგილი შენ ცხოვრებაში არ გრჩება. რომანტიკისთვის ადგილი გემზე არ არის, actually, ლეგალურადაც არ არის. მაგრამ რატო სასიყვარულო ისტორიები არ იწერება გემზე? სასიყვარულო ისტორიები იწერება, მაგრამ განხორციელება არ ხდება. კი ბატონო. თუ გიგრძნია რომ მე მიგრანტი ხარ, აი ამ კუთხით რამე ისეთი ნეგატიური არა, მაგრამ ძალიან ხშირად მეკითხებიან, იმიტომ რომ აქცენტი მაქვს. ვერ იგებენ საერთოდ რანაირი აქცენტი მაქვს და საიდან მოვდივარ და ვინ ვარ. რადგან ბევრმა ხალხმა არ იცის, რომ ჯორჯია როგორც ქვეყანა არსებობს, საქართველოს და ყველას გონია რომ ატლანტადან ვარ და სამხრეთული აქცენტი რატო არ მაქვს უკვირთ. ბევრმა სხვადასხვის ჯორჯიაში, შტატ ჯორჯიაში ნამყოფი ვარ და გამოკითხვა ჩავატარე ერთხელ, რომ აბა თუ იცით საქართველოს შესახებ Republic of Georgia და ძალიან ბევრმა არ იცოდა. აი ამას ვატარებ თან ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ჯიმის მეგობრებმა მაჩუქეს ეს სანამ ჯარში წავიდოდი, რომ ყოველთვის საქართველოს თანქონდეს. ლამაზესი საქართველოს. ხო, ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვაჩვენებ ხოლმე, აი ეს არის საქართველო, ეს არის საქართველო. მათ შორის ალბათ რო იგებენ, რომ ალექსანდრე ქართველიშვილის ქვეყნიდან ხარ, გენიოსი სამსფეროში, ალბათ სიამაყით გევსება გული. მოდი ახლა ემიგრანტულ თემებს შევეხოთ, რატომ ჩამოხვედი და როგორ ჩამოხვედი. Okay, so 12 წელია რაც აქ ვცხოვრობ. ჩემი ძმა ცხოვრობდა, როცა აქ ჩამოვედი და პირველად დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის. პირველად თვითმფრინავმა გამომასწრო. თბილისიდან მოფრინავდი? თბილისიდან ნიუ-იორკში მოფრინავდი და თვითმფრინავმა გამომასწრო. როგორ? ღმერთო ჩემო, თან ძალიან უაზროდ არანაირი რამე საპატიო მიზეზი არ მქონდა იმისთვის, რომ დამეგვიანა. დავდიოდი, დავბურიალობდი ქალაქში, რაღაცები ვიყიდე, ბოლო წუთში კიდე და შავერი როგორ არ მივიღო თქო, როგორ არ და ქუსლიანი ფეხსაცველებით მივჭკაპუნდი იმაში. აეროპორტში ძალიან მაღალი ქუსლიანი ფეხსაცველი მეცა და ვერ მიპატიებია. ვერ მიპატიება, იცი რა არის? აი საქართველოში ყველა გოგო ლამაზია. მიყვარს ის, რომ ყველას აქვს დრო თავისი მიხედვისთვის და მართლა ყველა ლამაზია, ყველა განათლებულიც არის ხო ვისაუბრეთ მაგაზე იცი და ძალიან მიყვარს ის რომ დაი მოვლილები არიან გოგოები ახლა ნუცუბიძეზე ცხოვრობდი და სამედიცინოში ქუსლიანი ფეხსაცმელით ჩავდიოდი აღმართიდან ჩავდიოდი ქუსლიანი ფეხსაცმელებით იცი და მაკიაჟი სკელი ფენით ალბათ მაკიაჟი გქონდა და ეხლა ქუსლიანი ფეხსაცმელები თუ რამე ისეთ ივენთი არ არის და რაღაცა წვეულება ქუსლიანი ფეხსაცმელს რა ჩამოწმევდი ეხლა ბუთს გადავედი ეხლა ჯარის ჩაქმებზე
გადავედი. ხო და დავრჩი ამდენი წელი და ისევე როგორც ყველა სხვა ემიგრანტს, მეც ემიგრანტების ძირითადი სამუშაოები რაც არის, თითქმის ყველაფერი გამოცდილი მაქვს. ეს იქნებოდა ტაქსი. ტაქსზე ეხლაც მუშაობ. ეს როდისაზე გემზე. ცოტა გვიან მომიწია, ტაქსზე ცოტა. ტაქსები გემზე ხო არ ყავს თქვენ. არა, 10 საათიანი სამუშაო დღე რომ თავდება, მაგის მერე ძალიან ბევრჯერ კიდე 8 საათი, 10 საათი კიდე მიტარებია Uber-ი და ცოტა რამდენიმე საათი მძინებია და დილით ისევ სამსახურში ჩავდივარ. რატო არ გეზარება ამდენი მუშაობა? არ ვიცი, არ შემიძლია მუშაობის გარეშე რომ გავჩერდე. ალბათ დასჯა იქნება დამსვას ვიღაცამ და ვერაფერი გავაკეთო, ალბათ დასჯილი ვიქნები. შენი სამსახური ჯარი რამდენად შემოსავლიანია? ჯარში სხვათა შორის ბევრი ფული არ არის. დავიწყოთ აქედან. გარდა იმისა, რომ ბევრ ფულს არ იხდის ზოგადად, დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ დაბლიდან რო იწყებ და ბოლო დონეზე, პირველ დონეზე რო ხარ, ხო? ჩაოლებრივი მეზღვაურს არ აქვს ბევრი ხელფასი, ისე რომ მე ყოველთვის მიყვარდა და ყოველთვის სხვა მიზნები მქონდა, სხვა პრესტიჟის გამო ხარ თუ რა არის? არა მარტო პრესტიჟის, სიყვარულის. იცი რა მითხარი, ემსახურები ამერიკის ჯარს. შენ სამშობლოს საქართველოს რომ დაჭირდეს, რისი გაკეთება შეგიძლია? ძალიან რთული საკითხია. რისი გაღება, რამ მსხვერპლის გაღება შეგიძლია შენი სამშობლოსთვის? ჩემსაც სამშობლო სიცოცხლე თუ დაჭირდა, სიცოცხლესაც გავიღებ. მე თუ ამერიკისთვის გავიღებ სიცოცხლეს და დავიფიცე რომ როცა დაჭირდება ამერიკას გავიღებ, საქართველოს ჩემ გულში ყოველთვის პირველი იქნება. აი მოდი ეს კარგად ახსნათ, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ შენ მიმართ რამე კრიტიკა წამოვიდეს, რომ არ თქვა რომ აი ამერიკას ემსახურება და მაშინ სადღა არის ასე ვთქვათ მისი პატრიოტიზმი, უკვე რა შესაქმე. აი ეს აგვიხსენი. ცოტა black and white არ არის, მარტო თეთრი და შავი არ არის, ისე რომ იცი რა. ძალიან უფრო მეტად სერიოზული საკითხია იმ მხრივ, რომ რაოდენ ძალიანაც არ უნდა მიყვარდეს საქართველო და ძალიან მიყვარს საქართველო, ყოველთვის ქართველი ვიქნები. ლეგალურად ამერიკელი გავხდი, ხო? მართალია, საბუთებით ამერიკელი ვარ, მაგრამ ყოველთვის ქართველი ვიქნები და იცი რა, ამერიკელებისთვისაც ქართველი ვიქნები. ეს არ ხდება, იცი, რომ შენ საიდანაც მოდიხარ, რომელი კულტურიდანაც მოდიხარ, სადაც გაზრდილი ხარ, შენი ყველაფერი ქართულია და მე ერთ დღეს უბრალოდ საბუთებზე არის და ამერიკელი გახდე. რამდენი წელია არ ხარ ნამყოფი საქართველოში? საქართველოში რაც აქ ვარ არ ვარ ნამყოფი 12 წელია არ ჩასუხარ. დაგენატრება ყველაზე მეტად და რაზე გიჩუყდება გიჩუყდება გული და გიცრემლიანდება თვალები. რის გახსენებას. შეიძლება ეს იყვნენ ადამიანები, შეიძლება რა არიან ადამიანის სახლი. კაი არიწი რომ მეც ამეტირება ესეთი ვარ. ეგეთ რაღაცებზე მეც მეტირება. სახლისაც გავიზარდე. ხო, ნებისმიერი კუთხე კუნჭული, ხო? ჩემი სოფელი, ჩემი ბავშვების ფლაშმანდა. თუ გინდა შევისვენოს. it's okay. ბოდიში რო. არა, სამო. ვიცი რომ 12 წლიანი მონატრების შემდეგ დიდი ოცნება აისრულე, აქ რასაც ქვია დედის ამერიკაში ჩამოყვანა. ეს მოგვიღები. ვაიმე, ისეთი კიდევ ემოციურია, ეგ ეხლა რომ ახსენდება. ეხლა კიდე არის. კარანტინში შემთხვევით გავიგე, რომ შეიძლება შესაძლებელი იყო, რომ დედა დამეპატიჟა ჩემს ღონისძიებაზე, დასრულების ღონისძიებაზე და ჯერ იმედი გამიჩნდა რაღაცა და თან ისე აბსოლუტურად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, იცი, დედამ სცადა რამდენჯერმე რომ ჩამოსულიყო, მაგრამ ვერ მიიღო ვიზა სამწუხაროდ და ფაქტობრივად ვერც ვიჯერებდი და თითქოს ჩემ თავს ვერც ვაძლევდი უფლებას რომ იმედი მქონოდა, იმიტომ რომ არ მინდოდა მე დანარცხება ჩემმა მეგობრებმა ჩამომიყვანეს დედა ხო ჩიკაგოში და წინ ვიდექით ჩამწკრივებული და ვუყურებდი სხვის ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს military bearing არ შეიძლება დაკარგო და მე ვუყურებდი. ანუ ეს ინტერნეტში ვიდეოები რო გვინახავს ხოლმე რომ სამხედრო რო არის და უცებ რო არიან და რომ ეძრება ანუ მაგ მომენტს. Kind of like განძრევა კი შეგიძლია, მაგრამ აი ეს სამხედრო იმიჯი და ეს არ უნდა დაკარგო. ხო, military bearing არ უნდა დაკარგო. მე ვიდექი ასე ვდგევარ და ვუყურებდი და ჩემი პირველად ამდენი წლების მერე ჩემო მეგობრებმა დამინახა და შუზე მოვიდეთ, შეიძლება მოვიდეთ, ვთქვი კი
ორი წუთი მაქვს მეთქი და რაღაც არ ვიცი საოცარ შეგრძნება იყო ძალიან ემოციური იყო. რომ ვიცოდი რომ ცოდნოდა რომ ამდენ სიტირებდი ხელსაყრელს წამოვიღებდი. ვაიმე ღმერთო რა საოცარი შეგრძნება იყო. უეჭველი ქართველი რით ხარ? ცხვირით. რით? უეჭველი ქართველი ცხვირით. რა თვისებების გარეშე ვერ მოხდება ამერიკის საზღვაო საავიაციო დეპარტამენტში სამსახურში ადამიანი? დავიწყოთ იქიდან, რომ ფიზიკურად უნდა იყვნენ ფორმაში, რა თქმა უნდა, ხო? მენტალურადაც ისევე მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, მაგრამ თუ ფსიქოლოგები თუ ყავთ ისე გებზე? კი. ფსიქოლოგები ყოველთვის ყავს, იმიტომ რომ ყოველთვის არის ვიღაცა სუიციდის watch, like როცა მომეცა 33 წლის ასაკში შესაძლებლობა რომ ამერჩია ეს გზა, მე ჩემი ოცნება ავიხდინე და ვიფიქრე რომ ისე ვუყურებდი როგორც ცხოვრების აკადემიას, ისეთ ღირებულ გაკვეთილებს ვისწავლიდი სამხედროში აქ, რასაც სხვაგან ვერსად ვერ ვისწავლიდი. თავარი რა ისწავლე? გარდა დისციპლინისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანი ვარ, უფრო ვიტყოდი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც მომცა სამხედრომ არის ჩემს საზღვრებს გავცდი, ჩემს პიროვნულ საზღვრებს, ყველას ხო გვაქვს ჩვენი პიროვნული საზღვრები, რომ გონია რომ რაღაცა არ შეგიძლია. აი სამხედრო ყოველთვის იყო pushing beyond my limits. ყოველთვის უფრო მეტი შემაძლებინა, იმაზე მეტი, ვიდრე მე მეგონა რომ შევეძლო. ასევე მინდა ერთი რამე ყურადღება გავამახვილო ერთ რამეზე, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდება Navy სექსუალურ დანაშაულს. ისე რომ ცოტა რაღაცა ისეთი სტერეოტიპები არსებობს, რომ ჯარში რაღაცები ისეთი ცუდი რამეები ხდება და რაღაცა. ისე რომ არ მინდა რომ ვინმეს მაგისი შიში კონდეს გოგოებს ვგულისხმობ. ისე გემზე სექსი შეიძლება? არა, სხვათა შორის გემზე სექსი აბსოლუტურად აკრძალულია. აბსოლუტურად არაფერი არ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, we're humans, right? და ყოველთვის არის რაღაცები, ვინც უშვებს შეცდომას, მაგრამ აქვს ძალიან კაცრი შედეგები მაგას. შეიძლება გააგდო კიდეც ამის გამო? არა მარტო გააგდონ, ხო, დააქვეითონ და გააგდონ. ამ გადაცემაში ხდება ხოლმე ერთი ადამიანის მოკითხვა, მოიკითხე ერთი ადამიანი, ვისაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად გაუხარდება შენი მოკითხვა ამ ეთერით. დედას ყველაზე მეტად გაეხარდება ჩემი მოკითხვა. დედა, არ შეგეშინდეს არაფრის. ჩვენ ძლიერები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საშიში ადგილზე მივდივართ, მშვიდობით დავბრუნდებით. სანამ დაგემშვიდობებით, მე მინდა რომ ჩემი სკვადრონის მაიკა გაჩუქოთ. ეს არის ყველა ის თვითმფრინავი, რომელიც ჩემს სკვადრონს ყავდა. და ეხლა ჩვენ სუპერ ჰორნეტებზე ვმუშაობთ, ამჟამად მე ვარ სუპერ ჰორნეტების სკვადრონში. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დავითმეთ დრო და აღარ მოგაცდენთ. გისურვებ ომიდან მშვიდობით ჩამოსვლას და მალე საქართველოში წასვლას და შენს ოჯახთან ჩახუტებას. მე გემშვიდობებით ერთი კვირით არ დაგავიწყეთ რომ გამოვყვეთ სოციალურ ქსელებში მოგძებნეთ სახელით უეჭველი ქართველია. დროებით.